მოგესალმებით, მე ვარ ნანა ნერსეზაშვილი. დღეს ლიანის სათემო რადიო მისი ხმა ფინანსური განათლების შესახებ აგრძელებს გადაცემების ციკლს და დღევანდელი თემაა სესხება და მასთან დაკავშირებული პასუხისგებლობები. დავიწყოთ იმით, თუ რა არის სესხი. სესხი იგივე კრედიტი. ეს არის თანხა, რომელსაც ერთი პირი მეორისგან იღებს ვალის სახით. იმ პირობით, რომ წინასწარ შეთანხმებულ ვადაში უკან დაუბრუნებს ამ თანხას და დამატებით მასზე დარიცხულ სარგებელსაც გადაუხდის. სესხის პირობები ხელშეკრულებაში იწერება, რომელსაც გამსესხებელი და მსესხებელი მატერიალური ხელმოწერით ან ელექტრონული ფორმით, მაგალითად ინტერნეტით ადასტურებენ. სესხებს გასცემენ როგორც ფინანსური ორგანიზაციები, მაგალითად ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ისე ფიზიკური პირები. რატომ გასცემენ ფინანსური ორგანიზაციების სესხებს? ფინანსური ორგანიზაციების სესხებს იმ პირობით გასცემენ, რომ ჯამში მეტი თანხა დაიბრუნონ, ვიდრე გასცეს. დანამატი, რომელსაც მსესხებელი ფინანსურ ორგანიზაციას უხდის, პროცენტულად გამოისახება და მას საპროცენტო გადასახადი, მოკლედ პროცენტი ეწოდება. რა რისკები და შესაძლებლობები ახლავს სესხებს? სესხება შესაძლებლობას გვაძლევს ფინანსური რესურსი მაშინ მივიღოთ, როცა გვჭირდება. ნასესხები თანხა კი დროთა განმავლობაში ეტაპობრივად გადავიხადოთ. სესხით შეგვიძლია შევიძინოთ ჩვენთვის საჭირო და სასურველი ნივთები, დავიფინანსოთ განათლება, დავიწყოთ ან განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი, შევიქმნათ მეტი სამომავლო შესაძლებლობა და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი. თუმცა სესხება ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებამაც შეიძლება მოგვიწიოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სესხებამდე ყურადღებით დავწონოთ ჩვენი სურვილები და შესაძლებლობები, არ ავიღოთ ვალდებულება, რომლის დაფარვასაც ვერ შევძლებთ და რომელიც მძიმე ტვირთად დაგვაწვება ჩვენ და ჩვენს ოჯახს. არავყვეთ ბრმად ჩვენს სურვილებს და დავფიქრდეთ, სესხების ნაცვლად ჩვენთვის სასურველი შენაძენისთვის თანხის დაზოგვა ხომ არ ჯობს. თუ სესხის აღებას გადავწყვეტ, აუცილებლად წინასწარ უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რისკი, რომელიც სესხის აღებას უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთი რისკია ის, რომ სესხებელმა ვეღარ დააბრუნოს სესხად აღებული თანხა. ამას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. მათ შორის სესხებელმა დაკარგა ან შეუმცირდა შემოსავალი. შემცირებული შემოსავლებით კი ვეღარ ახერხებს სესხის გადახდას. სესხებელს გაეზარდა ხარჯები. მათ შორის როგორც მოულოდნელი, ისე გეგმიური. მოულოდნელ ხარჯში იგულისხმება ისეთი ხარჯი, რაც გაუთვალისწინებელ მოვლენებს უკავშირდება, მაგალითად გაფუჭებული მანქანის შესაკეთებლად ან ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლის გასარემონტებლად გაწეული ხარჯი. გეგმიურ ხარჯში კი იგულისხმება რეგულარული ხარჯი, რომელსაც მომხმარებელი გარკვეული პერიოდულობით გასწევს. მაგალითად, ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი, უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასური და ასე შემდეგ. აქვე გასათვალისწინებელია გაცვლითი კურსის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკიც. როდესაც მომხმარებელს შემოსავალი ლარში აქვს და სესხს უცხოური ვალუტით იღებს, მაშინ სესხის გადახდაც უცხოური ვალუტითვე უწევს. იმ შემთხვევაში, თუ ლარი უცხოური ვალუტის მიმართ გაუფასურდება, მომხმარებელს სესხის შენატანისთვის საჭირო უცხოური ვალუტის შესაძენად უფრო მეტი ლარის გადახდა მოუწევს, რაც მის ფინანსურ მდგომარეობას დააზარალებს. ამ რისკების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებულია სესხის იმ ვალუტით აღება, რომელშიც მომხმარებელს აქვს შემოსავალი. რას ვერ ითვალისწინებენ ხშირად მსესხებლები? სესხის აღებამდე მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს სესხებლის გადახდის უნარიანობა, ანუ რა მოცულობის სესხის აღების და დაბრუნების შესაძლებლობა აქვს მას, თავისი შემოსავლის, ხარჯებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით ისე, რომ დაკმაყოფილდეს მისი და მისი ოჯახის წევრების ძირითადი მოთხოვნილებები. ამისთვის მსესხებელმა უნდა გაანალიზოს საკუთარი და ოჯახის შემოსავლები და ხარჯები.
დაითვალოს თუ რა თანხა რჩება ყველა აუცილებელი ხარჯის დაფარვის შემდეგ და ეყოფა თუ არა ეს თანხა სესხის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად გადახდას სესხის მთელი ვადის განმავლობაში. თუ ეს ყველაფერი გათვალისწინებულია, ახლა გაგიზიარებთ რა და რა სახის სასესხო პროდუქტი არსებობს. არსებობს სხვადასხვა ტიპის სესხი და მათ შორის არჩევანი იმის მიხედვით უნდა გააკეთოთ, თუ რა არის თქვენი მიზანი. ანუ რისთვის სესხულობთ ფულს. სამომხმარებლო სესხი არის სესხი, რომელიც გაიცემა პირადი მოხმარებისთვის ან გარკვეული საქონლის და მომსახურების შესაძენად. სამომხმარებლო სესხით შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, წვრილმანი საოჯახო ნივთების, ყოველდღიური მოხმარების საგნების, მოგზაურობის და სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსება. სამომხმარებლო სესხები ჩვეულებრივად მოკლევადიანია. განვადებაც სამომხმარებლო ტიპის სესხია, რომელსაც ასევე კონკრეტული მიზნობრიობა აქვს. განვადების გაცემის პროცედურა შედარებით სწრაფია და ის ხშირად იმავე სავაჭრო ობიექტში, მაგალითად ტექნიკის მაღაზიაში ან მომსახურების ობიექტში, მაგალითად სამედიცინო ცენტრში გაიცემა, სადაც მომხმარებელს რაიმე შეძენა სურს. საკრედიტო ბარათი ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ბარათია, რომელზეც დაშვებულია ეგრეთ წოდებული საკრედიტო ბარათი. ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ბარათია, რომელზეც დაშვებულია ეგრეთ წოდებული საკრედიტო ლიმიტი. საკრედიტო ლიმიტი ეს არის მაქსიმალური თანხა, მაგალითად 1000 ლარი, რომელიც მომხმარებელს, რომელიც საკრედიტო ბარათს შეიძენს, შეუძლია სესხის სახით გამოიყენოს, რათა შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთები ან მომსახურება, როგორც ინტერნეტით, ისე მომსახურების ობიექტში. ვინაიდან საკრედიტო ბარათი სესხია, მომხმარებელს უწევს ბარათიდან გახარჯული თანხის უკან დაბრუნება, ყოველთვიური შენატანებით და პროცენტის გადახდაც. ამასთან საკრედიტო ბარათით სარგებლობისას სესხებელს როგორც წესი ეძლევა გარკვეული საშეღავათო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ბარათიდან გახარჯული ფულის დაბრუნების შემთხვევაში მას არ მოუწევს პროცენტის გადახდა. მომხმარებელს საკრედიტო ბარათით შეუძლია თანხის ბანკომატიდან გამოტანაც, თუმცა ეს შედარებით მაღალ ხარჯთან არის დაკავშირებული და უფრო ხელსაყრელია მომხმარებელმა ეს ბარათი მაღაზიაში, სავაჭრო ობიექტებში ან ინტერნეტით საქონლის ან მომსახურების შესაძენად გამოიყენოს. ოვერდრაფტი საკრედიტო ბარათი მოსახერხებელი სასესხო პროდუქტია. თუმცა სესხის მარტივმა ხელმისაწვდომობამ შეიძლება წაახალისოს იმპულსური შენაძენის გაკეთება. ამიტომ საკრედიტო ბარათით სარგებლობისას ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელს ახსოვდეს, რომ ის ნასესხებ თანხას ხარჯავს და რომ მან ყურადღებით უნდა აკონტროლოს საკუთარი შენაძენი. ოვერდრაფტი მოკლევადიანი საკრედიტო ლიმიტია, რომელიც დაიშვება მიმდინარე ანგარიშზე. ის როგორც წესი მიბმულია სახელბასო ბარათზე და მის მფლობელს საშუალებას აძლევს გამოიყენოს იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ანგარიშზე აქვს. შემდეგ კი დაფაროს გახარჯული თანხა ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან. ოვერდრაფტი და საკრედიტო ბარათი სესხებია, ამიტომ მათით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელს ბუნებრივია პროცენტის გადახდა უწევს. ალბათ ასევე გსმენიათ იპოთეკური სესხის შესახებ. იპოთეკური სესხი გამოიყენება უძრავი ქონების, როგორიცაა სახლი, ბინა ან მიწის ნაკვეთი შესაძენად, ასაშენებლად ან გასარემონტებლად. იპოთეკური სესხი როგორც წესი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით, რაც გულისხმობს, რომ თუ მომხმარებელი ვერ ან არ გადაიხდის სესხს, ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს გაყიდოს ან დაისაკუთროს უზრუნველყოფაში არსებული უძრავი ქონება. იპოთეკური სესხი როგორც წესი გრძელვადიანია. ეს ვადა შეიძლება იყოს 5, 10 და 15 წელიც კი. როგორც წესი იპოთეკურ სესხებს სხვა ტიპის სესხებთან შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი და ხანგრძლივი ვადა აქვს. რა არის საკრედიტო ისტორია? ეს არის ინფორმაცია თვითეულ მსესხებელს აქვს თავისი საკრედიტო ისტორია. რა არის საკრედიტო ისტორია? ეს არის ინფორმაცია თითოეული მსესხებლის მიერ აღებული სესხებისა და მათი გადახდის შესახებ.
საკრედიტო ისტორია გროვდება და ელექტრონულად ინახება სპეციალიზებული ორგანიზაციის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მონაცემთა ბაზაში, სადაც ჩანს თუ როდის და რა ტიპის სესხი აიღო თითოეულმა მსესხებელმა და რამდენად დროულად ფარავს ის ფინანსურ ვალდებულებებს. გაითვალისწინეთ, რომ საკრედიტო ისტორია მოიცავს არა მხოლოდ მომხმარებლის მიერ აღებული სესხების, არამედ მისი თავდებობითა და თანამსესხებლობით გაცემული სესხების შესახებ ინფორმაციასაც. თავდებობაზე ჩვენ ქვემოთ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. ამასთან საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მონაცემთა ბაზაში არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ იურიდიული პირების, ანუ კომპანიების საკრედიტო ისტორიაც ინახება. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთან მსესხებლის შესახებ მონაცემების მიმოცვლას ახდენენ ბანკები, მიკროსაფინანსო და სხვა ტიპის სესხის გამცემი ორგანიზაციები. საკრედიტო ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის, რადგან ის აჩვენებს თუ რამდენად დროულად ფარავს მსესხებელი ფინანსურ ვალდებულებებს. როდესაც მომხმარებელი სესხის ასაღებად მიდის ფინანსურ ორგანიზაციაში, ეს ორგანიზაცია მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე ამოწმებს მის საკრედიტო ისტორიას და შემდეგ წყვეტს გამოუცხადოს თუ არა მომხმარებელს ნდობა და ასესხოს თუ არა მას ფული. ამჟამად საქართველოში ერთი საკრედიტო საინფორმაციო ბიურო ფუნქციონირებს, კრედიტინფო საქართველო, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ საკუთარი საკრედიტო ისტორიის ამონაწერი. რაც შეეხება თავდებს, ვინ არის თავდები და რას ნიშნავს თავდებობა? თავდები ეს არის პირი, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე თავის თავზე იღებს სხვა პირის მიერ აღებული სესხის დაბრუნების პასუხისგებლობას. თუ ამას თვითონ მსესხებელი ვერ გააკეთებს, თავდებობა დამატებითი გარანტიაა სესხის გამცემი ორგანიზაციისთვის. თუ მსესხებელი ვერ დაფარავს მის სახელზე არსებულ ვალდებულებას, მაშინ გამსესხებელს აქვს უფლება თავდებისგან მოითხოვოს სესხის გადახდა. თავდებობა ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისგებლობაა. შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც თანხმობას აცხადებს იყოს თავდები, აუცილებლად ყურადღებით უნდა აწონ-დაწონოს როგორც მსესხებლის, ისე საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები. და ბოლოს, სესხი შეიძლება ავიღოთ არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ სხვებთან ერთადაც, მაგალითად ოჯახის წევრებთან ერთად. პირს, რომელიც ძირითადად მსესხებელთან ერთად იღებს და იხდის სესხს, თანამსესხებელს ეძახიან. დაიმახსოვრეთ, სესხის აღება ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა და ის კარგად დაფიქრებას საჭიროებს. დღესდღეობით სესხებს ბევრი ფინანსური ორგანიზაცია გასცემს, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ასე შემდეგ. თითოეული მომხმარებლის ამოცანაა რეალურად შეაფასოს საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები, როგორც სესხის აღებისას, ისე სესხის მთელი ვადის განმავლობაში. მოიძიოს დეტალური ინფორმაცია შემოთავაზების შესახებ, ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა შემოთავაზება და მიიღოს ინფორმირებული პასუხისგებლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. მოეკიდეთ სესხებს პასუხისგებლობით. ეს გაცილებით გაგვიმარტივებს ცხოვრებას. პროექტი მისი ხმა ემსახურება ქალთა გაძლიერებას და მათ ჩართულობას თემის განვითარებაში, ეკონომიკურ საქმიანობაში, პოლიტიკაში, კულტურულ ცხოვრებაში. პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში შექმნილია 12 სათემო რადიო. პროექტი ჩემი ხმა დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს DVV International საქართველოში. პროექტის პარტნიორია გერმანული სათემო რადიო ზეტი და ის კონსულტირებას უწევს სათემო რადიოების პროექტის განხორციელებელ გუნდს. მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით. ნახვამდის სასიამოვნო საღამოს გისურვებთ.